ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ ქართული ოპოზიციის მრავალწლიან ძალისხმევას უკვე კონკრეტული მაგალითები ამყარებს. მათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შესახებ საგამოძიებო კომისიის ხდომაზე დიპლომატებმა ისაუბრეს. ირკვევა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ კამპანია 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო იმ დღიდან, როდესაც ხელისუფლება ქართულმა ოცნებამ გადაიბარა. ვიქტორ დოლიძე იხსენებს, რომ ყველაზე რთული სამუშაო მაშინ ევროპარლამენტი იყო, სადაც მუდმივად იმის მტკიცება უწევდათ, რომ ქართული ოცნება პროდასავლური ძალაა. რამდენჯერ შევეცადე პირადად ჩვენი კომიტეტის წევრები, ჩვენი თქვათ კოალიციის წევრები, რომ განსაკუთრებული მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო ქონოდა საერთო კონსოლიდირებული ხედვა. ქართველებს შორის გულისხმობს. რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობასთან ძირითადად სულ ამას ვერავით არ შემთხვევაში სამწუხაროდ ამას მე არ მახსოვს რომ მიგვეღწიოს. იმის გამო რომ ცალკეულ საკითხებთან ქონდათ მათ პრობლემები მიდიოდნენ წინააღმდეგ, თქვათ, ცალკეული რეზოლუციების და ან უნდათ რაღაცა ისეთი აბზაცის ჩატერა, რომელიც შეეხებოდა ახალაიას მაგალითად ან მერაბიშვილის უკანონო პატიმრობას. ოპოზიციის ინტერესებს მათი მოკავშირე ევრობიუროკრატები ლობირებდნენ. დიპლომატი ყვება, რომ უცხოელი აქტორები მათ ურჩევდნენ კოჰაბიტაციის ფარგლებში წინა ხელისუფლების ლიდერებისთვის ჩადენილი მძიმე დანაშაულები ეპატიებინათ. არაფორმალურ ვითარებაში ქონდა შეხვედრები და გასაუბრებები ევროპელ პარლამენტარებთანაც კი. ვეკითხებოდი, არის თუ არა მნიშვნელოვანი თქვენთვის, როდესაც გველაპარაკებით მაგალითად მერაბიშვილის ციხეში ჯდომაზე, რომ იგი დამნაშავე არის თუ არა. საერთოდ მაინტერესებს ის დამნაშავეა თუ არა. ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, ეს არის იპიპის მონათესავე პარტია, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ის ხოს გარეთ. რა იყო იმის მიზეზი თქვენი აზრით, რომ ჩვენ მივიდოდით არგუმენტებით, დოკუმენტებით, ფაქტებით და რეალობებით, ეს არ ითვლებოდა. მივიდოდა ვიღაცა თინა ბოკუჩავა თავის კანტურით და იტყოდა, რომ ვანო ანგელოზია და ამას უჯერებდნენ. ეს იყო პოლიტიკური დაინტერესება. ანუ თქვენ თვლით, რომ მიკერძოება იყო ბრიუსელის. მიკერძოება ბუნებრივია, ერთმნიშვნელოვნად მიკერძოებული. სხდომაზე ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესში ქვეყნის მისამართით უსამართლო მიდგომებიც გაიხსენეს. ის რომ ასოცირების შეთანხმების ტექსტში ჩაწერილი იყოს სიტყვები აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, ბრიუსელში ამას დაჭირდა რამდენიმე რაუნდი მოლაპარაკების. და იყო ძალიან დიდი წინააღმდეგობა, რომ ევროპელების მხრიდან რომ ეს არ ჩაწერილიყო, არამც თუ პერსპექტივა. ჩვენ გქონდა უკვე ბიომეტრიული პასპორტები, ახალი თაობის, მოლდოვას უკმაყოფილებდნენ უვიზო რეჟიმის მოთხოვნას, რომელსაც ძველ არაბიომეტრიულ პასპორტზე მაშინ ეგრეთ წოდებული ჩიპი ჰქონდა უკანა გვერდზე სკოტჩით მიმაგრებული და ჩვენ გვეუბნეოდნენ, რომ ჯერო არ ხართ მზადო. ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმაც. რატომ ემხრობიან ევრობიუროკრატები ოპოზიციურ პარტიებს და არა მოქმედ ხელისუფლებას. დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ მათ ინტერესებს შორის თანხვედრა თვალსაჩინოა. იმათ უნდათ, რომ საქართველოში იყოს ისეთი მთავრობა, რომელიც გაატარებს მათ ინტერესებს. რა არის ეს ინტერესი თქვენი აზრით? ის რაც დევს ლიბერალ გლობალისტების თეორიაში. ლიბერალ გლობალისტების შეხედულებები და ომის პარტიის შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს უпроსტად ისინი ცდილობენ ის იდეოლოგია ინსტრუმენტად გამოიყენონ. ეს ომის პარტია და ამას ძალიან ბევრ ქვეყანაში კი არა საერთაშორისო იმაზე ჯერჯერობით ახერხებენ. დიპლომატმა 2012 წლამდე პერიოდზეც ისაუბრა. გაიხსენა ისეთი შემთხვევები, როდესაც მიღებული არასწორი ინფორმაციის დროს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ასეთი იყო 2008 წლის 7 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მის სახელზე გაგზავნილი წერილი. მაშინ კონსტანტინე ჟღენტი უნგრეთში საქართველოს ელჩი იყო. ეწერა, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ პრაქტიკულად მთლიანად ყოფილ სამხრეთ ოსეთს, ჯავის გარდა, ეხლა წაბრძანდით ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში და იმუშავეთ იმაზე, რომ რუსეთმა ამაზე არ მიცეს მწვავე რეაქცია. კალბატონი დამხვდა, იმასთან მივედი და მეოთხე მინისტრი აქ არ არისო. მაჩვენე რა მოიტანეო, წაიკითხა, ჩამირთო CNN
და ზუსტად იმ მომენტში ჩართო, ეკას ყულაძე რო იძახის ნუგეშინიათ ტანკმა ორჭოსანთან აუხვიაო. ხო და მეუბნება რომ აი ეს წერილი ახლა როგორ მიცეო, გინდა მოადგილეს, გინდა მინისტრს. აი ესეთ სირცხვილი ჩემ ცხოვრებაში როგორც დიპლომატს არ განმისდია. ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობისა და მისი მოკავშირე შიდა თუ გარე პოლიტიკოსების ქმედებები მალე კომისიის დასკვნაში შეფასდება. დასკვნა კი საკონსტიტუციო სარჩელის წინაპირობა უნდა გახდეს.